სარგონ დიდი აქადელი, რომელმაც ამ შემთხვევაში სრულად შეცვალა აღქმა მაშინდელი სახელმწიფო შუამდინარეთის მოწყობისა. მოკლედ რომ მიყვეთ აი აქ მე-4-4 წლებში 3500 წელს, როცა ჩამოყალიბდა ძველი ეგვიპტე, გამაერთიანებელი იყო მენესმა გააერთიანა ეგვიპტის ორი სამეფო და ამის პარალელურად ყალიბდება შუმერული ცივილიზაციაც მე-3 ათასწლეულებში და ეს ცივილიზაცია მთლიანად ასე ვთქვათ, პარალელურად ვითარდება. თქვენ კიდევ სწავლობთ ამ შემთხვევაში, არ სწავლობთ, მე უფრო მეორე ათასწლეულში ჩამოყალიბებული ათენური კრეტა მიკენის ეპოქა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეგეც შეიძლება განვიხილოთ როგორც ასეთი ცალკე ცივილიზაცია და სანამ შუმერული ცივილიზაციას აღმოაჩენდნენ სხვათა შორის ბერძნებს ეგონათ რომ ისინი იყვნენ პირველი ცივილიზაციის წარმომადგენლები და მათი იწყებოდა ისტორია, ბერძნებით იწყებოდა, მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც უშუალოდ მოხდა შუმერული ქალაქ-სახელმწიფოების აღმოჩენა. აი ის რომ დაატრიალო, რომ ხარისხი გაუსწორდეს წინააღმდის გამოსახულების ამანახე. არა, წინ. აი იქ დაატრიალება. ესე. ოკეი, კაი, ოღონდ ცოტა იქეთ მეატრიალე ხა? კარგი. ხო. კი ბატონო. ესე იგი მე-4 ათასწლეულში ჩამოყალიბებული ეს ცივილიზაცია შუამდინარეთში და ეგვიპტე და ესენიც ჩინური, ინდური, ეგვიპტური და შუმერული ერთდროულად ყალიბდება. და ამ ყველაფერს აერთიანებს ერთი მნიშვნელოვანი ტერმინი ცივილიზაცია. ცივილიზაცია რა არის? ცივილის მოქალაქეა, სამოქალაქო საზოგადოება და ძირითადი განაპირობებელი ფაქტორი, რატომაც ესენი ფაქტობრივად გაერთიანდნენ, იყო ის, რომ ამათ ჰქონდათ წყალი, ხო? წყალი იყო მათი ერთ-ერთი მთავარი ამ შემთხვევაში განმაპირობებელი ფაქტორი იმისა, რომ ისინი სწორედ აქ დასახლდნენ მაინც და არა კონკრეტულად სხვა ადგილზე და მაგალითად რატო არ დასახლდნენ ისეთ ადგილზე, სადაც უდაბნოში თუნდაც ან ხო წყალმა შეუწყო ხელი ცივილიზაციის ჩამოყალიბებას და როგორც ასეთი წყალი ქმნის ყველაფერს ისეთ მთავარ იდეას, რომ აი აქ შეიძლება იცხოვრო და სიცოცხლის უნარიანობის ერთ-ერთი ის არის მთავარი განსაზღვრელი ფაქტორი. ამას გარდა ეს მე-3 ათასწლეულში კიდევ მთლიანად ეს ეპოქა ხასიათდება ადრე ბრინჯაოს ხანით, რომელიც მტკვარ-არაქსის კულტურით არის გამორჩეული, მტკვრისა და არაქსის მიდამოებში იყო ჩამოყალიბებული. ამ დროს 2500 წლამდე პერიოდში ყალიბდება და იწყება ეგვიპტეში პირამიდების ეპოქა. პირველი ფარაონი იყო იმჰოტეპი, რომელმაც დაიწყო პირამიდების შენება, 6 საფეხურიანი პირამიდა იყო და საბოლოო ჯამში 140 მეტრამდე გიზის პირამიდებამდე მივედით, რომელიც გააგრძელდა 2141 წლამდე თუ 2051 წლამდე დაახლოებით. აქვე უნდა გამოვკვეთოთ, რომ როდესაც გიზის პირამიდების შენებლობა იწყება 2650 წელს, ამავდროულად ჩვენ ყავს გამორჩეული მართველი შუამდინარეთში, ეს არის ურუქის მეფე გილგამეში, რომელმაც დაწერა მისი გამორჩეული და ყველაზე ცნობილი ეპოსი გილგამეშიანი და გააერთიანა 4 ქალაქი მის გარშემო: ური, ურუქი, ლაგაში და უმა. ეს ქალაქები ზოგადად პატარა პირვანდელი წარმონაქმნები იყვნენ და ურუქის მეფე იყო თვითონ გილგამეში. ასევე 24 საუკუნეში ჩვენთვის კარგად ცნობილი მართველი არის სარგონ აქადელი, იგივე სარგონ დიდი, რომელიც აქადის მეფე იყო 24 საუკუნეში და მან ყველაზე შორს განაგრძო ეგვიპტის ძალაუფლება. მის დროს აქადი გახდა დომინანტური ქალაქ-სახელმწიფო, აქადური ენა ზოგადად ალბათ ყველაზე მიმზიდველი იყო მაშინდელ სამყაროში და 22 საუკუნეში ჩვენ გვაქვს ურნამუს კანონები, რომელიც ბაბილონის მეფე ჰამურაბის კანონებამდე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პირველი კანონთა კრებული იყო და ეს ყველაფერი უკვე
2500 წლიდან მოყოლებული შუა ბრინჯაოს ხანაში ხდება, ვიდრე 1500 წლამდე პერიოდში. უნამუს კანონები ანუ შუა ბრინჯაოს ხანაში შეიქმნა და შემდგომ უკვე სრულდება ამავდროულად 2050 წელს ეგვიპტური პირამიდების ხანმშენებლობა, გადავდივართ ჩვენ შუა ეგვიპტის სამეფოს ხანაზე და შუა ეგვიპტის სამეფოს ხანის პარალელურად ხდება ის, რომ მე-3000 წლებში განადგურდება 2006 წელს შუმერთა ქალაქ-სახელმწიფო და საბოლოო ჯამში დაიწყება ახალი ქალაქების გაძლიერება. მათ შორის ერთ-ერთი იყო ბაბილონი, რომელიც ცნობილია ჰამურაბის მმართველობით. ჰამურაბი იყო ჰამურაბიანთა დინასტიის დამაარსებელი და პირველი მმართველი, რომელმაც უშუალოდ შექმნა პირველი სამოქალაქო საოჯახო კანონმდებლობა, რომელიც ძალიან ხისტი იყო, 282 კანონისგან შედგებოდა, დიორიტის შავქვის სტელაზე დაწერილი კანონები, რომლებიც იყო როგორი იმის, რა ქვია, ხასიათის, რა ტიპის კანონები იყო, აი მაგალითად თუ არა, პირიქით, ძალიან ხისტი იყო და მაგალითად ქურდობაზე ხელებს კვეთდნენ, კრიმინალის წინააღმდეგ ძალიან სასტიკი კანონები იყო, ამ კანონთა კრებულმა აღმოფხრა ასე ვთქვათ, სავალო კაბალის პრობლემაც გარკვეულწილად, რომელიც გლეხს მონობაში ამყოფებდა მთელი სიცოცხლის განმავლობაში და ჰამურაბის კანონებმა ეს პრინციპი შეცვალა. ამავდროულად, როცა ეს კანონთა კრებული ყალიბდება და იქმნება მე-18 საუკუნეში, მცირე აზიის ნახევარკუნძულზე, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე ყალიბდება ახალი ხეთური იმპერია, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ფაქტობრივად ეს ხეთური იმპერია ბოლოს მოუღებს სწორედ ბაბილონიანთა დინასტიას და ეს ცისფერი კონტურით, რასაც თქვენ ხედავთ, არის სწორედ ბაბილონიანთა დინასტიის არსებობის ხანა მე-16 საუკუნემდე და სწორედ მურსილის ლაშქრობით ბაბილონში განადგურდება ეს მთელი, რა ქვია, იმპერია, ბაბილონის იმპერია, ძველ ბაბილონური სამეფო. ამავდროულად, სწორედ ამ პერიოდში არაბეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ჰიქსოსები, რომლებიც ეგვიპტეში შეიჭრებიან, პირველად შევლენ და ეგვიპტის იზოლაციას დაარღვევენ. ეგვიპტე ამ დროს იყო ჩაკეტილი სახელმწიფო, არასდროს არ იბრძოდა და ფაქტობრივად მხოლოდ ლიბიისა და ნუბიის ტერიტორიაზე ლაშქრობდა, სპილოს ძალზე და იქან ტყვეები მოჰქონდა და საბოლოო ჯამში ჰიქსოსების შეჭრამ ეგვიპტის სამხედრო გარდაქმნა გამოიწვიას, ეგვიპტე გახდა სამხედრო სახელმწიფო, გაძლიერდა. ამ ყველაფრის ფონზე ჰიქსოსები მიერ შეტანილი იარაღი აითვისეს ეგვიპტელებმა, მოხდა კულტურული ასიმილაცია, ტანკი, რომელიც მათთვის ვირად იყო წოდებული და მხოლოდ გადასაზიდად გამოიყენებოდა, გახდა სამხედრო, ასე ვთქვათ, იარაღი და მანქანა და მე-16 საუკუნიდან უკვე ეგვიპტეც იწყებს და უერთდება პირველი მეორე გარდამავალი პერიოდის შემდეგ უკვე ახალი ეგვიპტის სამეფოში მე-15 საუკუნიდან. როდესაც ძველი ბაბილონის სამეფო განადგურდა, ამ პერიოდში აქვე უნდა გამოვყოთ, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს ძველ ასურული პერიოდი. მე-18 საუკუნეში ბაბილონის პარალელურად არსებობს ასურეთი, ოღონდ ძველი ასურეთი, რომელიც არის ნომინალური ტიპის სახელმწიფო. რას ნიშნავს ნომინალური ტიპის სახელმწიფო? პირიქით. ნომინალური ნიშნავს, რომ მას არანაირი გავლენა არ აქვს გარემო ფაქტორებთან, იგი არსებობს მხოლოდ თვითგადარჩენაზე და ფაქტობრივად მისი როლი, რომ რაღაცნაირად გამოიკვეთოს და შეიქმნას ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ შეუძლებელია, იმიტომ ნომინალური სახელმწიფო ვერ ახერხებს ამას. ამიტომ ასურეთიც შეიძლება ითქვას და გამოვკვეთოთ, არსებობდა მე-20 საუკუნიდან, სადღაც აი აქედან, რომ ჩამოვიყვანო ახლა ეს, ვიდრე მე-16 საუკუნემდე. აი აქამდე დაახლოებით. და ეს არის ძველ ასურული რომელიც ფაქტობრივად არსებობს, მაგრამ ვერ ახერხებს, რომ თავისი დომინანტობით
რაღაც ტერიტორიები დაიმორჩილოს და მე-16 საუკუნეში როცა განსაკუთრებით მითანის იმპერია ჩამოყალიბდება და მითანი ხეთებთან ერთად ცდილობს ბაბილონი ესა ასურეთი და ზოგადად რეგიონში ამ შემთხვევაში დომინანტობას მოიპოვებს ამ პერიოდში ისიც ემთხვევა ხეთების ძლიერებას რომ ხეთების მეფე მე-15 საუკუნეში ვინ ყავს? არა. არა. მე-15 საუკუნეში. ხეთების მეფე ეს არის სუფილულიუმა, რომელიც ფაქტობრივად ახერხებს და ხეთების სამეფოს აიყვანს ძლიერების ხანაში. სუფილულიუმა იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლიდერი, რომელმაც ხეთების სამეფო გააძლიერა და დაუპირისპირა ისეთ ძლევამოსილი მაშინდელ იმპერიას, მითანის იმპერიასთან და ესენი ერთმანეთს შეჭამენ. ამათი ერთმანეთთან დაპირისპირება გამოიწვევს თან ეგვიპტის გაძლიერებას. ეგვიპტე ძლიერდება ორი გამორჩეული ფარაონი, თუთმოს პირველიდან იწყება მე-17 საუკუნეში. აი აქ ჩვენ შეგვიძლია ჩავამატოთ, რომ ჰიქსოსები რომ ეგვიპტეში შემოვიდნენ, ამ შემთხვევაში ჰიქსოსების შემოსვლა ჰიქსოსები არა ანა შენ ხარ? შენ არ ვიცი. ჰიქსოსები ეგვიპტეში და ამ დროს იყო თუთმოს პირველი. თუთმოს პირველმა სხვათა შორის საკმაოდ დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ჰიქსოსები განედევნათ ეგვიპტიდან და აი უკვე თუთმოს მე-3 და ჰატშეპსუტი იყო თუთმოსის გერი გახსოვთ, რომ მას ჰქონდა გარკვეული ასე ვთქვათ ურთიერთობა და შვილად დედინაცვალი იყო ფაქტობრივად. ჰატშეპსუტის დროს ქალი მართველი იყო და მის დროს მე-15 საუკუნეში ძალიან გაძლიერდა. ფაქტობრივად შექმნა სამხედრო და ეკონომიკური პლაცდარმი, რასაც მერე დაეყრდნო თოთმეს მე-3-ის ძლიერება და მაშინ ხო პატარა იყო ეს თავიდან. კი, პატარა იყო და როგორც კი სრულწლოვანი გახდა, ჰატშეპსუტი უკვე წყვეტს მმართველობას და გადადგება და საბოლოო ჯამში თოთმეს მე-3 ქმნის ერთ-ერთ ყველაზე შორეულ იმპერიულ სახელმწიფოს, რომელიც მიაღწევს შუამდინარეთამდე და მე-14 საუკუნეში უკვე ეს მმართველობა შეიცვლება და ამეხოტებ მე-4 მოდის სათავეში და ამეხოტებ მე-4 არის ის რეფორმატორი, რომელმაც ახალი ღმერთის შემოიტანა ატონი, ასევე დაამკვიდრა და აშენა ახალი დედაქალაქი ახეთ ატონი და მისი მეუღლე გამორჩეული მე-3 ცოლი იყო ნეფერტიტი, რომელიც ცნობილია მისი დიახ, ნეფერტიტი და თვითონ სახელი გადაიკეთა და დაირქვა ეხნ ატონი, ატონის საპატივსაცემად. მას ყავდა შვილი მე-14 მე-13 საუკუნეებში, რომელსაც ჩვენ უნდა ვუწოდოთ ტუტანხამონი. ეგ გამოვკვეთო. ტუტანხამონი სიტყვასიტყვით ითარგმნება ატონის ცოცხალი ხატება დედამიწაზე და შესაბამისად ამ სახელით უნდოდა უკვდავიყო, მაგრამ ტუტანხამონი იყო ის პირველი შვილი, რომელმაც ქურუმების ხარე დაიჭირა და პირველად სცადა ისევ პოლითეისტური რელიგიის დაბრუნება, ღმერთების დაბრუნება და ქურუმთა ინტერესების გატარება. ეს არის მე-14 მე-13 საუკუნის პერიოდის მმართველობა. ასევე ჩვენ ფინიკიური კოლონიზაციის პერიოდის ეპოქაში მითანის სამეფოს განადგურებას ხვდებით. მე-13 საუკუნეში მსოფლიო ისტორიაში ხდება ერთ-ერთი ყველაზე პირველი და მნიშვნელოვანი ბრძოლა, კადეშის ბრძოლა, რომელიც 1274 წელს გაიმართა. ესენი იყვნენ ხეთების მეფე, ხეთები ებრძვიან ეგვიპტელებს. ხეთების მეფე იყო მურსილი, მურსილი არა, მუვათალი
და ეგვიპტის მეფე იყო რამზესი. ეს დაპირისპირება კონკრეტული ადამიანის გამარჯვებით და სახელმწიფოს გამარჯვებით არ დასრულებულა, უბრალოდ ზავი დაიდო და 1258 წელს პირველი საზავო ხელშეკრულება გვაქვს ჩვენ სოფლიო ისტორიაში. ეს არის რატიფიცირებული საზავო ხელშეკრულება და რატო არის ეს დასამახსოვრებელი სხვა ზავები კი არის. ეს იყო პირველად, როცა სახელმწიფოებმა ისე გადაწყვეტეს ერთმანეთთან ურთიერთობა, რომ აღარ ებრძოლათ და რაღაცა გაყოფა მოხდა, რაც პრეცედენტული ხასიათის იყო და ქადეშის შემთხვევაში, ეგვიპტესა და ხეთების შემთხვევაში ასე გამოიკვეთა. თუმცა იცით თქვენ რომ მუვათალი სასიკვდილოდ დაიჭრა, იგი შეცვალა ხათუსილი და ხათუსილიმ გააფორმა უკვე ზავი რამზეს მეორესთან. და ამ პერიოდში უკვე ხეთების სამეფო და მათ შორის მითანის იმპერია სტაგნაციას განიცდის, ანუ სუსტდება და მე-13 საუკუნეში განადგურდება თითქმის ორივე სახელმწიფო. ვინ გაანადგურებს ხეთების სამეფოს და მითანს? ესენი არიან ეგეოსის ზღვის ხალხები, რომელიც შემოჭრილი არიან დასავლეთიდან და მათ ფაქტობრივად ბოლო მოუღეს ხეთების და მითანის სამეფოს. ამ პერიოდში დიდ როლს თამაშობს ახალი სახელმწიფოების სახელმწიფოების გაუქმება, დასუსტება და ახალი სახელმწიფოები მოდიან ასპარეზზე. ერთ-ერთი ასეთი არის ერთ-ერთი პირველი ქართული სახელმწიფო დიაოხი, დაიანი, ტაოხი და ასევე ბევრად უფრო ადრე ცნობილი მე-14 საუკუნეში. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ასურულ და მიკენურ წყაროებში არსებული კოლხეთის სახელმწიფო, რომელიც სავარაუდოდ დიაოხზე ადრე შეიძლებოდა შექმნილიყო და კოლხეთი იყო ამ ყუთით გამორჩეული. ამ დროს ჩინეთში, ინდოეთში ვედების ეპოქა, ჩინეთშია შანის დინასტიის მმართველობა და ფაქტობრივად ესენი ერთდროულად არიან პარალელურ მოქმედებაში. მერე ეს ამბები ფინიკიური კოლონიზაციის პარალელურად ხდება და თქვენ იცით, რომ ფინიკიელები ძალიან ბევრ კოლონიას დაარსებენ მე-12 მერვე საუკუნეების პერიოდში და ამ დროს ასპარეზზე კიდევ ერთი სახელმწიფო გამოდის, ეს არის და ძლიერდება ასურეთი. ტიგლათ-პალასარ პირველი არის ერთ-ერთი გამორჩეული მეფე, რომელიც ფაქტობრივად გაერთიანებაში ნაირის ბლოკში ლაშქრობს. ნაირი არის ჩრდილო კავკასიური, სამხრეთ კავკასიური და არსებული მცირე აზიის ტერიტორიული სახელმწიფო და გაერთიანება ბლოკი, რომელიც ტომობრივ გაერთიანებას წარმოადგენს. მასში 60-მდე მეფის ლაშქარი შედის და ესენი უშუალოდ მმართველობენ და მართავენ ამ ბლოკს და ერთ-ერთი გამორჩეული მეფე დიაოხის მეფე არის სიენი, რომელიც ტყვედ ჩაუვარდება ტიგლათ-პალასარს, ხო? სიენი ყავს ასია, მათ შორის კიდევ ერთი მეფე. კი ბატონო. და ამ პერიოდში ფინიკია მე-10 საუკუნეში მოიპოვებს ფინიკიის, ესე იგი მეფე, კერძოდ ტიროსის მეფე ჰირამი მოახერხებს და ფინიკია დამოუკიდებელი ქალაქ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება და მის დროს ტერიტორიული მასშტაბი გაიზრდება და მოსახლეობის რაოდენობა გაიზრდება 40,000 ადამიანემ და როგორც თქვენს პროგრამა თეორიაში დაწერილი. და მე-9 საუკუნიდან ჩვენ უკვე გადავდივართ უფრო მასშტაბურ მოვლენებზე და თქვენ ხედავთ უკვე სხვადასხვა სახელმწიფოების ჩამოყალიბება. სპარტა შეიქმნა, სპარტა იყო სამხედრო ოლიგარქიული სახელმწიფო, იგი ჩამოყალიბდა კონკრეტულად პელოპონესის ნახევარკუნძულზე. სპარტას მთელი კანონთა სისტემა დაფუძნებული იყო ლიკურგოსის კანონებზე. ლიკურგე იყო სტრატეგოსი, რომელმაც კანონები დაუწერა სპარტელებს. ასევე სპარტელების აღზრდის წესი განსაკუთრებულად გამორჩეული იყო და ამაზე
აღარ შევჩერდები, იმიტომ რომ არ არის ისეთი კულტურული ასპექტია და ამაზე კითხვა შეიძლება არ მოვიდეს ესე მაინც და მაინც ძირითადად ომების ისტორიიდან მოდის, მაგრამ ნუ მაინც იცოდეთ, რომ სპარტული აღზრდის წესი ბავშვობიდან ყველაზე ვრცელდებოდა უმკაცრესად და მათთვის ასე ვთქვათ ცივსისხლიანობა ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა იყო მათ წინააღმდეგ, რომლებიც სპარტელ მეომრებს სიკვდილის მანქანებად აქცევდნენ ფაქტობრივად და როგორც ქალის, ისე მამაკაცის როლი იყო ამ კუთხით გამორჩეული სპარტაში. ასევე ამ პერიოდში ყალიბდება მე-9 საუკუნეში ყალიბდება კართაგენი. კართაგენი არის დაარსებული ფინიკიელების მიერ, კერძოდ 814-იც გვაქვს ჩვენ და 822 სხვადასხვა წლებია და კართაგენის დაარსება ნუბიის თანამედროვე ტუნისის ტერიტორიაზე, ჩრდილო აფრიკის ტერიტორიაზე ხდება 820 წელს დაეცა ასევე და ყალიბდება, ჯერ მოდი აქაც გამოვკვეთოთ ურარტუ როგორც სახელმწიფო. ამ პერიოდში ურარტუს მეფეა მენუა, რომელიც ერთ-ერთი ძლიერი და გამორჩეული მმართველია. ასევე ახალასურული იმპერია იქმნება 893 ან 914 წლებში, აქაც შეიძლება მე-9 საუკუნეები რომ დავწეროთ, აი აქ პრინციპში მე-10 წერია. ამ გარდამავალ პერიოდში და რასაკვირველია, ურარტუ და ასურეთი ერთმანეთს პირდაპირ დაუპირისპირდებიან. იმიტომ რომ ისინი მეზობლები იყვნენ, ურარტუ ვანის ტბის მიდამოებში არსებობდა და ახალასურული სამეფო ჩამოყალიბდა მდინარე ტიგროსის შუაწელზე და ესენი ერთმანეთს ებრძვენ, შეჭამენ პირდაპირ მნიშვნელობით და ასურეთი მოახერხებს, რომ ტუშპა 820 წელს ურარტუს პირველი დედაქალაქი დაიმორჩილოს და ამ დროს სპარტა ჩამოყალიბდა. ასევე ჩვენ ხვდებით მიკენურ იონიურ ათენს. აქ უკვე მიკენური ათენი განადგურდა, ტროას ომი მომხდარია და ის დორიელთა და იონიელთა მიგრაცია დაწყებულია ჯერ კიდევ მე-12 საუკუნიდან და აი აქედან იწყება დორიულ-იონიური მიგრაცია, აი ასე ჩამოვიყვანოთ ეს და გამოვკვეთოთ, აქ არის დორიულ-იონიური მიგრაცია. ამ მათი ჩამოსახლების შედეგად შეიქმნება ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში მიკენური ათენი და დაიწყება იონიური ათენი და დაიწყება დაპირისპირება. ანუ სპარტა იყო ოლიგარქიული, აქ უნდა გამოიკვეთოს და ოლიგარქიული, ანუ სამხედრო ოლიგარქიული. ახალასურული იმპერია იყო მილიტარისტული. მან პირველად დაიწყო ეს და მერე ურარტუსაც გადაედო ეს მილიტარიზმი და იონიური ათენი ჯერჯერობით მმართველობს, ვიდრე არ მოვიდა სოლონი, 7 ბრძენი მართავს მას. ბრძენთა მმართველობა, ეს ბრძენი მმართველები ფილოსოფოსები არიან, რომლებიც ძირითადად მოხუცებული ხალხია და მათ გარკვეული გამოცდილება აქვთ მართვის სისტემის. ახალასურულ ეპოქაში ჩვენ ყავს გამორჩეული მმართველი სალმანასარ პირველი, სალმანასარ მესამე, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ ტუშპას დაცემაში სხვათა შორის და შემდგომ უკვე გადავდივართ მე-8 საუკუნეზე და მე-8 საუკუნიდან უკვე ამ ნაწილს განვაგრძობ შემდეგ. დიახ. პირველივე. კარგი.
კარგი, მოკლედ აქ გავჩერდეთ. და მეორე ნაწილს უკვე განვაგრძობთ შემდეგზე. ეს უნდა ისწავლოთ 4 შაბათისთვის და დაამუშაოთ ასე